მოგესალმებით მეგობრებო. დღეს მინდა გესაუბროთ ქათამში ხრინწის შესახებ. ანუ გეწოდებული ხრინწი. აი ამ შოვდედალს. ამ შემდეგ ჯერ იმ შავს გავუნთარ და შემდეგ ამას და შემდეგ გამუყუდოს. მხოლოდ სამ ქათამს განუვითარდა. და იცით როგორ აღწიკინებდა, ანუ რაღაცნაირად აცივინებდა ცავით, თქოს ყელში სახჩობად ცავით. რაღაცნაირად ესე ხრიკინებდნენ, ანუ გულის არეში, ყელის არეში უბრალოდ. და იმაშოვოდნენ. და ახლა მე მოგიყვებით როგორ მოვარჩინე ეს ხრინწი. ანუ ყველა ქათამს საერთოდ წყალში ჩაუსხი ნიორი ჩაუყარე, ერთი წვრილად დაჭრილი და ის წყალი დალიეს. ასევე ცოცხალი ნიორიც ვაჭამე. და შემდეგ ერთი დღე ცოტა შევსუბუქდათ, მეორე დღეს უფრო შევსუბუქდათ და შემდეგ მესამე დღეს უფრო შევსუბუქდათ და საერთოდ გავუარეთ ეს ხრინწი. ეს არის ერთ-ერთი ხალხური მეთოდი, როდესაც ძველად ყველა ბებიები უბრალოდ ამ იმას ხმარობდნენ. ამ ძველ მეთოდს არანაირი წამალი არ მიმიცია მათთვის, უბრალოდ იმასაკდა, თან ეს ზამთარი რო არის, უფრო მეტად ჰაერში უფრო გროვდება ბევრი ვირუსი, ქათმის ყველანაირი ვირუსი, ადამიანსაც ყველაფერი გროვდება და ამიტომ ზამთარი უწყობს ხელს საერთოდ სიცივე და ყინვა უწყობს ხელს ამ ვირუსების გავრცელებას და ამიტომ რომ არ დაგეხოცოთ ქათამი ან რამე, ქათამი რომ არ დაგეხოცოთ, მე გასწავლეთ ეს მეთოდი და კარგი მეთოდი არის, ხალხური მეთოდი არის და თუ გაითვალისწინებთ, კარგი იქნება, იმიტომ რომ ძალიან კარგად დამეხმარა ეს მეთოდი ქათმებისთვის. და ქათმებსაც არავის არ მოედო, უბრალოდ მხოლოდ სამზე გავრცელდა და ეს სამი, ეს ერთი ვარია იყო შავი, ეს დედალი იყო და ორ დედალზე გავრცელდა და ერთ შავ დედალზე. ამაზე გავრცელდა ეს ხრინწი, ვირუს ეძახიან, ყელის კივილი, ეს არის ძალიან გავრცელებული ვირუსი ქათმებში. მეგობრებო, არ იმასაკნა რა ქვია. არ დარწმუნდეთ რომ მე რომ ვიყავდა ეს მათ ხრინწი არ ხონდათ არანაირი, იმიტომ ასე არ ხრიკინებდნენ რაღაც დროს საერთოდ არა. უბრალოდ ეს რაღაცნაირად ფრთებს ჩამოუშვებდნენ. ასე რო დაწვებოდა, ხო იბუზება ქათამი და ეს თავს რაღაცნაირად ჩაწევდნენ და ფრთებს უშვებდნენ ესე ქვევით და წვებოდნენ და მე შეიძლება მეორე დღეს ცოტა იცოცხლო და მესამე დღეს საერთოდ არ იცოცხლო. შეიძლება ზოგი რომელიც სუსტი ქათამი იყო, ისინი სულ მეორე დღესვე იხოცებენ, იმიტომ რომ ძალიან სუსტი, ძალიან ისინი არიან ქათმები ცოტა. შეიძლება არიან ზოგი ქათამი გამძლე, მაგრამ უმეტესობა ქათამი არ არის ასე მიჩვეული. და მეგობრებო, ეს ვიდეო მინდოდა გადამეღო და კარგით მეგობრებო, დაგემშვიდობებით, კარგით ნახვამდის.